დიანა კიდევ ერთხელ. რა ვიცი, ცოტა კომიკური სიტუაცია უკვე ფაქტობრივად ერთ ადამიანს ორ დღეში სამჯერ შეეფარდა დაპატიმრება. მათ შორის ორ შემთხვევაში იყო ერთი და იგივე მოსამართლე. ზოგადად პატიმრობას გააჩნია თავისი მიზნები. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა გირაოს დარღვევის ფაქტი, რაც ცალსახად არის ფორმალურად საფუძველი დაპატიმრების, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პატიმრობის განჩინება გამოტანილი იქნა გუშინ ერთხელ და დღეს დილით ასევე მეორედ უკვე საღამოს მესამედ. შესაბამისად, რაოდენობრივად ამით არც ხარისხი იზრდება ამ განჩინებების და არც აღსრულების მექანიზმი, შესაბამისად გაურკვეველია ეს ყველაფერი რა მიზანს ემსახურება. ეს შემიძლია გითხრათ. ანუ გაურკვეველია რა მიზანს ემსახურება ამ სწრაფ რეჟიმში, ხო? მოთხო გირაოს პატიმრობით შეცვლა. არა, ბუნდოვანია თქვენთვის? რეჟიმს არა აქვს დიდად მნიშვნელობა, ხო ხვდებით? ერთი პიროვნებაა და ორ დღეში სამჯერ დააპატიმრეს. ეხლა ამას ხო არ ჭირდება დიდი დაუშვათ ან ადვოკატობა ან იურიდიული განათლების ქონა, ხო? ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც მარტივად აღსაქმელია, რომ ერთხელ დაპატიმრებამ შეიძლება იგივე შედეგი გამოიღოს, რაც ორჯერ ან სამჯერ. აი პირობითად ხვალ რომ რაღაც სხვა საქმეზე დაიწყოს გამოძიება, მეოთხედ უნდა დავაპატიმროთ, ხო ჩდება ლოგიკური შეკითხვა, ამაზე საუბრობ. გასაგებია. ლევან, ჩვენ საუბრობდით ძებნის პროცესთან დაკავშირებით, ამაზე რის თქმა შეგიძლიათ, ამ მიმართულებით ხომ არ გაკეთებულა რაიმე განცხადება პროცესზე, ხომ არ დაწყებულა ბრალდების მხრიდან პროცედურები ბაჩიაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, თუ ეს ავტომატურად ხდება დღეს, რა განახლებული ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? რა იცით, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გუშინ დაპატიმრების შესახებ, ეს ავტომატური საფუძველია ძებნის გამოცხადების. რაც შეეხება ტექნიკურ ხარეს, ანუ შიდა სამზარეულოს, ეს ცხადია ძებნის სამსახურების კომპეტენცია და ამაზე მე ინფორმაცია არ გამაჩნია. კი ბატონო, და ლევან, ბოლოს კითხავთ, როდის ელოდებით განაჩენს უკვე ამ საქმეებზე? თუ შეგიძლიათ განაჩენს ველოდებით ორშაბათს 10 რიცხვში. 4 შაბათს რომელ საქმეზე იქნება? პირველ საქმეზე, რომელზეც ანუ პირველ საქმეზე, სადაც ედავებიან მას მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა ლევან, დაგემშვიდობები. დილით 10:09 ჩანიშნულია 10 მარტს. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. დავემშვიდობები ლევან მახარაშვილს, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში, როგორც